წარმოიდგინეთ ძველი საბერძნეთი, ცივილიზაციის აგვანი. აქ ტაძრები ოქროთია მორთული, ხოლო ქალაქს თეთრ კიტონებში გამოწყობილი დიდგვაროვნები მართავენ. შუაგულ ბაზარში დღისით ერთი კაცი ანთებული ლამპრით დადის. ხალხის შეკითხვაზე თუ რას აკეთებს, ის პასუხობს: ადამიანს ვეძებ. ეს დიოგენე სინოპელია. ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ყველაფერზე, რაც ჩვენთვის ნორმალურია. მას უწოდებდნენ შეშტილს, ძაღლს და მეამბოხეს. დიოგენე დაიბადა ქალაქ სინოპეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, დიდარი ბანკირის ოჯახში. მამამისი, იცესიუსი, ქალაქის ზარაფხანას განაგებდა. დიოგენეს ცხოვრებაში მოხდა შემთხვევა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ლეგენდის თანახმად, მან დელფოს ორაკულს კითხა თუ როგორ მოქცეულიყო, რაზეც პასუხად მიიღო: გადააფასე ღირებულებები. ბერძნულად ეს სიტყვა ნიშნავდა როგორც მონეტას, ისე ჩვეულებას. დიოგენემ ნათქვამი პირდაპირ გაიგო. მან და მამამისმა მონეტების გაყალბება დაიწყეს. შედეგი, მამა დაიჭირეს, დიოგენე კი ქალაქიდან გააძევეს. როდესაც მას ამის გამო დასცინეს, მან უპასუხა: სამაგიეროდ მე მათ სახლში დარჩენა მიუსაჯე. ასე ჩამოვიდა დიოგენე ათენში, უფულო, უსახლკარო, მაგრამ შინაგანად თავისუფალი. მე ვარ სამყაროს მოქალაქე, ამბობდა იგი. ამით ის გახდა პირველი კოსმოპოლიტი იმ დროს, როცა ადამიანები მხოლოდ საკუთარ ქალაქ სახელმწიფოებს აღიარებდნენ. ათენში ჩასულმა დიოგენემ იპოვა ანტისთენე, სოკრატეს მოწაფე, რომელიც ასკეტიზმს ქადაგებდა. დიოგენემ გადაწყვიტა მისი მოსწავლე გამხდარიყო, თუმცა ანტისთენეს მოწაფეები არ უყვარდა და დიოგენეს ჯოხით გაგდება დაუპირა. დიოგენემ მას უთხრა: დამარტყი, მაგრამ ვერ იპოვი ისეთ მაგარხეს, რომ მე შენგან გამდენოს იქამდე, სანამ თვლი, რომ ჩემთვის რაიმე სწავლება შეგიძლია. ანტისთენე დანებდა. სწორედ აქედან იწყება ათენის კინიკური, იგივე ცინიკური სკოლა. სიტყვა კინიკოსი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან კიონ, რაც ძაღლს ნიშნავს. დიოგენე ამაყობდა ამ მეტსახელით და ამბობდა: ძაღლები იმიტომ ვართ, რომ იმათ უყებთ, ვინც გვატყუებს, იმათ ყვენთ, ვინც ბოროტია და მათთან მეგობრობთ, ვინც კეთილია. მისი ფილოსოფიის მთავარი პრინციპი იყო ბუნების შესაბამისად ცხოვრება. ის თვლიდა, რომ ცივილიზაცია არის ციცრუე და ხელოვნური ბორკილი, რომელიც ადამიანს აუბედურებს. დიოგენემ გადაწყვიტა, რომ მას არ სჭირდებოდა სახლი. ის დასახლდა თიხის დიდ კასრში, რომელიც ათენის ბაზართან იდგა. მას ერთადერთი ნივთი ჰქონდა, ხის გათხა, რომელსაც წყლის დასალევად იყენებდა ხოლმე. ერთხელ მან დაინახა პატარა ბავშვი, რომელიც წყალს პეშვით სვამდა. ამის დანახვაზე დიოგენემ თავისი კათხა შორს მოისროლა და გამოაცხადა: ამ ბავშვმა ცხოვრების სიმარტივეში მაჯობა. ის ჭამდა იქ, სადაც მოისურვებდა, რაც ათენში დიდ სირცხულად ითვლებოდა. ეძინა პირდაპირ ქუჩაში და არ აინტერესებდა სოციალური ნორმები. როდესაც მას კითხეს თუ რატომ აკეთებდა ამას, მან უპასუხა: მე უწვრთნი საკუთარ თავს, რომ ვიყო ბედისგან დამოუკიდებელი. დიოგენეს ყველაზე მეტად არ უყვარდა აკადემიური ფილოსოფოსები, განსაკუთრებით კი პლატონის იდეები აღიზიანებდა. ერთხელ პლატონმა ადამიანი ასე განმარტა: ადამიანი არის ორფეხა ცხოველი ბუმბულის გარეშე. მეორე დღეს დიოგენე პლატონის აკადემიაში მივიდა. ბუმბულგაცლილი ქათამი მაღლა ასწია და დაიყვირა: აი ნახეთ, ესაა პლატონის ადამიანი. მასში პლატონს მოუწია განმარტება შეეცვალა და ადამიანის განმარტებას შემდეგი სიტყვები დაამატა: დაბრტყელი ფრჩხილების მქონე. დიოგენე თვლიდა, რომ ფილოსოფიის მიზანი ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანა და მათი ნაკლოვანებების ჩვენება. ერთხელ, ერთმა ძალიან მდიდარმა კაცმა დიოგენე თავის მდიდრულ სასახლეში დაპატიჟა. სახლი საოცრად მდიდრულად იყო მოწყობილი. იატაკი უძვირფასესი მოზაიკით იყო მოპირკეთებული. კედლები ლამაზად მოხატული, ყველაფერი ბზინავდა და სისუფთავისგან კაშკაშებდა. მასპინძელი, რომელიც ამ ყველაფრით ძალიან ამაყობდა, დიოგენეს სახლს ათვალიერებინებდა და თან აფრთხილებდა. დიოგენე, ხომ ხედავ აქ ყველაფერი როგორი სუფთაა? გთხოვ, იატაკზე არ დააფურთხო, რადგან ძვირფას მოზაიკას გამიფუჭება. დიოგენემ მიმოიხედა, მიხვდა, რომ მართლაც არსად იყო ერთი მტრის ნაწილაკიც კი. შემდეგ კარგად მოემზადა და პირდაპირ მასპინძელს შეაფურთხა სახეში. განრისხებულმა კაცმა ყვირილი დაიწყო: ეს რა გააკეთე? რატომ მოიქეცი ასე? დიოგენემ კი მშვიდად მიუგო: მიმომიხედე და მთელ შენ სახლში ამაზე უფრო ჭუჭყიანი ადგილი ვერსად ვიპოვე, რომ შემეფურთხებინაო. მაგრამ მისი უცნაური ისტორიები აქ არ მთავრდება. ერთხელ დიოგენემ დაინახა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ხალხს ქვებს ესროდა. ყველა მიცოდა, რომ ეს ბიჭი მეძავის შვილი იყო. დიოგენე მივიდა მასთან და მშვიდად უთხრა: ხილად იყავი შვილო, შემთხვევით ეკვა მამაშენს არ მოარტყაო. ერთხელაც დიოგენე შეესწრო, თუ როგორ მიჰყავდა ტაძრის მსვლელებს ერთი საწყალი კაცი, რომელმაც ტაძრიდან პატარა ფიალა მოიპარა. დიოგენემ გადახედა ამ პროცესიას და თავისთვის ჩაილაპარაკა: ნახეთ დიდი ქურდები როგორ მიათმევენ პატარა ქურდს. ვიღაცამ ჰკითხა: ყველაზე ლამაზ ფერს სად ვიპოვია? დიოგენემ კი უპასუხა: სირცხვილისგან გაწითლებული ადამიანის სახეზე, რადგანაც ეს პატიოსნების ფერია. როგორც ხედავთ, დიოგენე მართლაც გამოირჩეოდა თავისი ექსცენტრიულობით, მაგრამ შემთხვევა, რომელზეც ახლა უნდა მოგიყვეთ, ნამდვილად განუმეორებელია. ძველი წელთაღრიცხვით 336 წელი. ალექსანდრე მაკედონელი კორინთოშია. მას სურს ნახოს ცნობილი ფილოსოფოსი. იგი მიდის დიოგენესთან, რომელიც მზეზე ტბება, თავზე ადგება და ეუბნება: მე ვარ დიადი მეფე ალექსანდრე, თხოვე რაც გინდა და აგისრულებ. დიოგენემ თვალები გაახილა და მშვიდად მიუგო. მზეს ნუ მიჩრდილავ, ცოტა გვერდზე გაიწიეო. მთელი ამალა ელოდა, რომ მეფე მას დასჭიდა, მაგრამ ალექსანდრე აღფრთოვანდა
და წარმოთქვა. ალექსანდრე რომ არ ვიყო, ვისურვებდი დიოგენე ყოფილიყავიო. დიოგენეს ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით. ერთხელ, ზღვაზე მოგზაურობისას, იგი მეკობრეებმა შეიპყრეს და კრეტას მონათა ბაზარზე წაიყვანეს გასაყიდად. როდესაც აუქციონზე ჰკითხეს რის სიკეთება შეეძლო, მან უპასუხა: მე ადამიანების მართვა შემიძლია. შემდეგ ხელი ერთი მდიდრულად ჩაცმული კაცისკენ გაიშვირა და თქვა: აი იმ კაცს მიმყიდეთ, მას აშკარად სჭირდება პატრონი. ამ კაცს ქსენიადესი ერქვა. მან მართლაც იყიდა დიოგენე, წაიყვანა კორინთოში და მას საკუთარი შვილების აღზრდა მიანდო. დიოგენემ ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ ქსენიადესი ყველგან ამბობდა: ჩემს სახლში კეთილი გენიოსი დასახლდა. მან მთელი ჩემი ოჯახი წესრიგს და სათნოებას მიეჩვია. ქსენიადესმა დიოგენეს სრული თავისუფლება მისცა, თუმცა ფილოსოფოსმა სიკვდილამდე ამ ოჯახში დარჩენა არჩია. სიკვდილის წინ, როდესაც მას კითხეს, როგორ სურდა დაიღზავათ, მან უპასუხა: პირქვე დამმარხეთ, რადგან მალე მთელი სამყარო ამოტრიალდება.